როგორ ვიურთიერთოთ ლომის ნიშანთან. ტარო სისტემის მიხედვით არსებული მერვე არკანი არის კონკრეტულად ლომის ნიშანი. ზოგადად ლომები გამოირჩევიან უმეტესი კატეგორია ხალხის სიამაყის მომენტით. შესაბამისად, შენ ეცადე, რომ მას შეუქმნა ისეთი გარემო, სადაც მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი თავის წარმოჩენა, საკუთარი აზრების და იდეების, ასე ვთქვათ, ფრქვევას პირდაპირ მნიშვნელობით, ხო, მას უყვარს, როდესაც არის ყურადღების ცენტრში, როდესაც მას უსმენ, როდესაც მისი აზრი გათვალისწინებულია. საშინლად არსებული ნიშანი ვერ იტანს, როდესაც ცდილობენ მას კონტროლირება გაუკეთონ, ხო, რაღაცაში გადაამოწმო, რაღაცაში, ასე ვთქვათ, იყოს ერთგვარი კონტროლირება და манипуляციები საშინლად ეჯავრება არსებულ ნიშანს. მაქსიმალურად ურჩევნია, რომ შექონდეს შექმნილი კომფორტული გარემო, სადაც ყურადღების ეპიცენტრში ძირითადად იქნება ის, ასევე მას უყვარს, როდესაც მისით დაინტერესებული არიან და ბევრ კითხვებს უსმავენ, მაგრამ მთავარი არის ეს დამოკიდებულება იყოს თქვენი მხრიდან გულწრფელი, რადგან ის ყოველთვის გრძნობს, ვინ ეპირფერება, ვინ რა მიზნით არის მასთან კომუნიკაციაში, ხო? ერთადერთი მომენტი ასევე, რაც მას შეიძლება ნეგატიური ასპექტის კუთხით ქონდეს, ზედმეტად იცის რაღაცა სიტუაციების დრამატიზირება და შეიძლება ითქვას ზოგჯერ ბუზის პილოტაც აქციოს. შესაბამისად, როდესაც ხედავთ, რომ ის რა არის რაღაცა დასტრესის სიტუაციაში, რაღაცა გარკვეული სახის განერვიანებულ მდგომარეობაში, ეცადეთ, რომ თქვენ არ დაუმატოთ და პირიქით ნეგატიური ემოციები არ მიმართოთ მისკენ, ხო, რომ უფრო მეტად დრამატიზირებაში არ გაიყვანოთ ეს სიტუაცია. ასევე მას უყვარს რომანტიულობა, უყვარს, ასე ვთქვათ, სიტუაციები, სადაც თავად როლში რა თქმა უნდა თვითონ არის, როდესაც ანებივრებენ საგაჩუქრებით. ზოგადად ტიპაჟი არის ესეთი, რომ ძალიან აფასებს გულწრფელობას და ამ გულწრფელობის ფონზე, რა თქმა უნდა, სცენაზე თვითონ უნდა იყოს გამოჩენილი. მთლიანობაში ლომის კატეგორიის ადამიანები ძირითადად გარეგნობითაც გამოირჩევიან ხოლმე იმ თვალსაზრისით, რომ მათი ეს ხიბლი შეიძლება და ვარქვათ ხოლმე მათი ვარცხნილობა ყოველთვის გავს ლომის ფაფარს პირდაპირ მნიშვნელობით. ასე რომ მეტნაკლებად ყველას აქვს თავისი მინუსი და პლუსი ნიშნები, ეცადეთ რომ აფექტურ მდგომარეობაში, როდესაც იქნება გაღიზიანი, გამწვავებული, ზედმეტად არ შეხვიდეთ მასთან კომუნიკაციაში, ასე ვთქვათ, რომ უფრო არ გააღიზიანოთ, დანარჩენი თუ კი ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ, ლომი ეს ადამიანი არის, რომელსაც შეიძლება შენი ცხოვრება ათასფერად შეცვალოს, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით.